ხამზად, უკვე ბრძოლის კვირაა. ამერიკაში ვართ. და ეს არის შენთვის ფავორიტი ნაწილი ყველა იმ პროცესებიდან. იჯდე კამერების წინ და ელაპარაკო საკუთარ თავზე. არა, შენ მოუთმინდელობდი ამას. როგორც წესი, არ მიყვარს ბევრი ინტერვიუები. ბრძოლა მერჩევნია. რა ხდება, ძმაო? გესმის მაინც რატომ უნდათ ხელს შენი მოსმენა? გესმის? დიახ, რა თქმა უნდა, როცა ცნობილი ხარ, ბევრი რამ ხდება შენს გარშემო. ასე რომ, ხალხს უნდა გაიგოს. როცა ლაპარაკობ, რა აზროვნება გაქვს და როგორია შენი ცხოვრება. კარგი, განსაკუთრებით შენთვის, მართალი ხარ. ეს ყველაფერი ცნობილი ადამიანებისთვისაა, მაგრამ აღიარებამ რაღაც განსაკუთრებული გააკეთე, საიდან მოდიხარ და რა გადაიტანე. როგორი იყო UFC-სთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, მიიღე შესაძლებლობა, მივხვდი რომ მე ძალიან განსაკუთრებული ვარ, ამიტომაც ხალხს უნდა მოისმინოს. ამას ასე როგორ ვაკეთებ, მე განსაკუთრებული ვარ. აღიარებ ამას? დიახ, შესაძლოა, მაგრამ მე იგივე ხამზადი ვარ. იმიტომ რომ თავმდაბალი უნდა იყო ცხოვრებაში, მაგრამ ოქტაგონზე იქ იჟი უნდა იყო, ძმაო. ეს კარგია ახალგაზრდებისთვის. ახალგაზრდა ბიჭებისთვის, რომლებიც ჩემსავით გაიზარდნენ, ცუდი ცხოვრება ჰქონდათ, არც ფული, საერთოდ არაფერი, ასე რომ ისინი მწვერვალამდე მოვიდნენ. შესაძლოა მათთვის კარგი მაგალითი ვიყო. განსაკუთრებული ადამიანი. UFC 319 ჩიკაგოში იქნება, მაგრამ ჩვენ ჰანტინგტონ ბიჩზე ვართ. სად ივარჯიშებ, სანამ ჩიკაგოში წახვარ? როგორ მოხდა, რომ მანამდე კალიფორნიაში ჩამოხვედი? არმან ცარუგიანთან ვარ, მას ვიცნობ. ბოლო 2 წელია ერთად ვარჯიშობთ. მან მითხრა, თვითონისა და სპორტადვასის შესახებ. ჩემი კემპისთვის აქ ყველაფერი კარგია. ვეგასში რამოდენიმეჯერ ვარ ნამყოფი. ამინდი არ მომეწონა. კარგი სპორტადბაზებია, კარგი მწვრთნელი, მაგრამ ცხელი ამინდი. ძალების აღდგენაც ისე კარგად მიდიოდა. ჩემთვის ძალიან სიცხეა. სავარჯიშო მსგავსი ადგილები არ მომწონს. ამიტომ მოვედი აქ. მან მითხრა, აქ ჩამოსულიყავი. ჩვენ მოგამზადებ ბრძოლისთვის. ქონდა შესაძლებლობა შენს გვერდით ყოფილიყავი წლების განმავლობაში. რამდენიმე წლის წინ შესაძლოა სამხრეთ კალიფორნიაში, როდესაც იყავი, შენ ერთობოდი. მანქანით ქუჩებში დადიოდი, ხალხი გრძნობდა, საშომი გონდადიოდი და ბევრ რამეს აკეთებდი და შენი გუნდი ახლა მეუბნება, რომ სახლიდან თითქმის არ გადიხარ. ეს რაღაც განსხვავებულია, თქვი რომ ისევ ხამზადი ხარ, მაგრამ ცოტა განსხვავებული. ძნელია ხალხში გახვიდე. მომწონს, როცა ისინი სიყვარულს გამოხატავენ ჩემს მიმართ, მოდიან, სურათებს იღებენ, მაგრამ მე ამ ბრძოლისთვის მზად უნდა ვიყო. დავაჩვენო გულში მატყიოდებს ის, რაც მათ მოსწონთ. თუ მაგალითად, მოსში წავალ, ფანაში ვხვდები, შეიძლება რომელიმე ავად იყოს და შენს გადაგედოს. ასე რომ, ყურადღებით უნდა ვიყო. ამიტომ არ გავდივარ გარეთ ხშირად. დღეს სანაპიროზე ვიყავი შენთან და ბიჭებთან ერთად. მაგრამ სახლში დარჩენა მირჩევნია. ბრძოლისთვის მომზადება, დასვენება, ოჯახთან საუბარი ტელეფონით. როგორც შენ თქვი, ეს მათაციდებულია. მახსოვს 3 წლის წინ შენთან ერთად სპორტადბაზში ვიჭექი. ამაზე ვსაუბრობდი და არ მეგონა, რომ 3 წელი დასჭირდებოდა აქამდე მოსვლას. განსხვავებულად გრძნობ თავს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ამას დიდი ხანია ველოდებით. დიდი ხანია ამას ველოდებით. ვცნობ, რომ თითქოს საბოლოოდ აქ ხარ. სხვანაირად გრძნობ თავს? დიახ, მაგრამ ეს საკმაოდ დიდი დროა. მაგრამ მაინც ვჯერა, რომ ღმერთს მას თავისი გეგმები აქვს. მაგრამ მე ჩემი გეგმები მქონდა გონებაში. თითქოს 2 წლის წინ, გამრისთვის უნდა მებრძოლა. მაგრამ ბედნიერი ვარ, ახლა მაქვს ამის შესაძლებლობა. მაგრამ იყო ბნელი პერიოდებიც. ყველა ბნელი დრო უფრო ძლიერს ხდის. ამიტომ მიყვარს ბევრი რთული რამის გადატანა. შვედეთში სამსახურში ყოფნისას UFC-ს ტიტულის მოგებაზე ოცნებობდი. და ტელევიზორში ვუყურე, როგორ დაამასხა კონორ მაკგრეგორმა ჟოზე ალდო. ამის შესახებ გვილაპარაკია, რა გახსოვს?
იგივე ბიჭი ხარ, ვინც იქით ტელევიზორში უყურებდა იმ ჩხუბს და ფიქრობდა, მეც შემიძლია მის გაკეთება, მინდა გავაკეთო ეს. და განსხვავება. დიდი განსხვავება არა, მაგრამ ახლა რუსეთის მებრძოლი ვარ. მაშინ არ ვიყავი. ახლა ვაანალიზებ, რომ ჩემპიონობა შემიძლია. უკვე აქ ვარ. იმ დროს ეს ჩემი ოცნება იყო და ეს უნდა გავაკეთო. როდესაც რამეს ვცდილობ, ყოველთვის გამოდის. თუ ვაცდი, ვერ გაიგებ რა შეიძლება მოხდეს. ეს იყო დაახლოებით 10 წლის წინ. გეჩვენება, რომ დიდი დრო გავიდა და სამბრძოლოს უყურე? დრო სწრაფად გადის, მაო. თითქოს გუშინ იყო. დიახ, ნამდვილად გუშინდელი ვითაა. როცა სამბრძოლოს უყურებდი, როგორ დაანოკაუტდა მაკგრეგორმა ალდო 13 წამში, მგონია რომ მსგავსად მოიგებ UFC-ს ტიტულს. ან ფიქრობ, რომ შენი ბედი ცოტა განსხვავებულია? მე ცოტა განსხვავებული მებრძოლი ვარ. კონორი უფრო კრივის და დარტყმების მოყვარულია. მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დარტყმებშიც არ ვაცუდი. თუნდაც დარტყმები არ იყოს. აქამდე მოსასვლელად ბევრი იშრომე. ვფიქრობ, რომ ბოლო ეტაპი სწრაფად დასრულდება? თუ უფრო ბევრ პრობლემას ელოდები? მე ყველაფერს გავაკეთებ, როგორც ყოველთვის, ასე რომ ვნახოთ, სწრაფად დასრულდება თუ არა, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს სწრაფად მოხდება. თუ 5 რაუნდს გაგრძელდება, ამისთვისაც მზად ვარ. გასული წლის ოქტომბერში, როდესაც ვიუტეკერს ეჭუბე აბუ-დაბიში. კულისებში გელაპარაკე და ვფიქრობდი, რობერტმა საერთოდ დაუშვას ეს წდომა, თუ ეს უბრალოდ გარდაუვალი იყო. თქოს მას შეეძლო სხვა რამის გაკეთება, რომ შეეჩერებინე. მე ასე არ ვფიქრობ, მაგრამ როდესაც ხალხი მიყურებს, ჩემგან ყველაფრის პირველ რაუნდში დასრულებას მოელიან. თუ ვიცი, რომ შემიძლია პირველივე რაუნდში დაგაფინიშო, ამას გავაკეთებ. თუ უზნობ, რომ მეტოქე ჩემი დონის არ არის, უბრალოდ მალევე ვაფინიშებ. როდესაც მე ეს მიწაზე გადავიყვანე, ცოტა ვიჭუბეთ. 1 წუთის შემდეგ მივხვდი, რომ არც ისე კარგი იყო. ხალხს საუბრობს ამაზე, რომ მან ვერ შეძლო ოლიმპიური ჭიდაობის მონაწილე ბიჭების დამარცხება. ეს ასეა. მათ არ ესმით, რომ MMA ჭიდაობა და თავისუფალი ჭიდაობა ეს და იგივე არაა. ასე რომ, თუ მათ ოლიმპიურ ჩემპიონს MMA-ში მოიყვანთ, მასთან ვიჭიდავებ, მაგრამ თუ მათ ოლიმპიადაზე ვეჭიდავები, ისინი გამანადგურებენ, მაგრამ ეს ორი განსხვავებული სპორტის სახეობაა. ადვილი იყო მისი მიწაზე გადაყვანა. რაუნდის პირველივე წამებზე იცი, თუ როგორ წავაბრძოლა. უბრალოდ იცი, თუ მეტოქეს შეუძლია შენი ჭიდაობის შეჩერება, ამას საკმაოდ სწრაფად ხვდები. დიახ, როცა მისი სხეულს გრძნობ, თითქოს 10-15 წამი სჭირდება. გავიგო, რთული იქნება თუ არა მის სიძის გადაყვანა. ფიქრობ, ეს ნამდვილად სწრაფია.